გამარჯობა, მოგესალმებით. ამას დავასწორებ ცოტა. მე გახლავართ ნიკა ჩახუნაშვილი, ბიოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტიტუტის, მათ შორის მაგისტრატურის სტუდენტი პირველი კურსის და შესაბამისად შევარჩიეთ ასეთი თემა, რომ ზოგადად ლექცია ჩაგვეტარებინა, ზოგადად სიცოცხლეზე ჩვენ სამყაროში. და შესაბამისად გავყავი ასე მოვიფიქრე რომ გამიყო ორ ნაწილად ეს ლექცია. პირველ ნაწილში პირველ საათზე ვისაუბრებ სიცოცხლის წარმოშობაზე და განვითარებაზე დედამიწაზე, ხოლო უკვე მეორე საათზე იქნება საუბარი სიცოცხლე უკვე სხვა პლანეტებზე. იმისთვის რომ ვიცოდეთ სიცოცხლე შეიძლება თუ არა განვითარდეს სხვაგან სამყაროში, სხვა პლანეტაზე, იმისთვის უნდა ვიცოდეთ თუ როგორ და რანაირად წარმოიშვა სიცოცხლე აქ დედამიწაზე. და როგორ განვითარდა იმისთვის რომ გამოვიყენოთ ეს უკვე როგორც მოდელი, რომლითაც ვიხელმძღვანელოთ უკვე როცა სხვა პლანეტებზე გვექნება საუბარი. მოდი ზოგადად დავიწყებ ჯერ რაც სიცოცხლეს მეშვეობა. ეს მე მგონი გაქრობა შეიძლება, ხო? აი მისავს თუ არა? იყოს მეცხრე ქვევით ჩავზე. აი ხო, ზოგადად ვისაუბრებ სიცოცხლის განმარტებაზე ჯერ, იმისთვის რომ ვიცოდეთ თუ რა არის სიცოცხლე, როგორ ჩამოყალიბდა, უნდა ვიცოდეთ განსხვავება ცოცხალსა და არაცოცხალს შორის. და ზოგადად რასაც ჩვენ ვამჩნევთ ხოლმე ბიოლოგიის წიგნებში, არის ასეთი განმარტება, რომ ცოცხალ ორგანიზმებს არაცოცხალისაგან განასხვავებს აი 7 მახასიათებელი: კვება, სუნთქვა, ზრდა განვითარება, გამრავლება, გამოყოფა, გაღიზიანებადება და მოძრაობა. მაგრამ ამის მიუხედავად არსებობს დედამიწაზე ისეთი შემთხვევები, რომლებიც ამ 7 მახასიათებლისაგან გამოდის, ანუ ყველას არ ახასიათებს. მაგალითად, მცენარის მაგალითად გამრავლება კი არა და მოძრაობა არ ახასიათებს, მაგრამ არის გამონაკლის შემთხვევები, მაგალითად მორცხვი მიმოზა, რომელსაც გაღიზიანებადობის უნარი აქვს, იმის და მიუხედავად რომ უმეტეს სცენარებს ეს მახასიათებელი არ გააჩნიათ. კიდევ ერთი გამონაკლის შემთხვევები არის, აი მაგალითად აქ არის მოყვანილი ჯორის მაგალითი, რომელიც წარმოადგენს ვირისა და ცხენის ნაჯვარს. შესაბამისად, ჯორს არ აქვს უნარი, მე მგონი ეს არის, ხო, აგერა გავაკრე. მას არ აქვს გამრავლების უნარი. ზუსტად იმიტომ, რომ ეს არის ორი სხვა სახეობისგან მიღებული რაღაც განსხვავებული სახეობა. ამიტომ მას ამის უნარი არ გააჩნია, მაგრამ რადგან გამრავლების უნარი არ აქვს და არ ჭდება აი ამ განმარტებაში, რაც ზევით არის მოცემული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯორი არაცოცხალს წარმოადგენს. მარცხენა მხარეს კიდე გვაქვს კრისტალი, რომელსაც პირიქით აქვს უხეშად ვთქვათ გამრავლების უნარი, რაც იმას ნიშნავს, რომ კრისტალი შედგება პატარა უჯრედებისაგან, მესერს ეძახიან, რომელიც მეორდება. და შესაბამისად რაღაცა გარემო პირობებში ეს მესერი იწყებს ზრდას და კრისტალიც იზრდება. ეს ვიდეო თუ გაქვთ ნანახი კრისტალების მიღების, საკმაოდ საინტერესო როგორ იზრდება კრისტალი გარკვეულ პირობებში. მაგრამ ამის მიუხედავად რომ მას გამრავლების ზრდის უნარი აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრისტალი შეგვიძლია ჩავთვალოთ როგორც ცოცხალ ორგანიზმად. ანუ გჭირდება რაღაც ისეთი განმარტება სიცოცხლის, რომლითაც ვიხელმძღვანელებ და შემდგომ როცა უკვე გადავალთ სხვა პლანეტებზე და განმარტავთ თუ შეიძლება თუ არა იყოს იქ სიცოცხლე, უნდა გვესმოდეს რა არის სიცოცხლის განმარტება. ამისთვის NASA-ს გააჩნია თავისი შემოიღო ასეთი განმარტება სიცოცხლის, რომელიც აი ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ უფრო დეტალურად წაიკითხოთ ამის შესახებ. NASA განმარტავს სიცოცხლეს როგორც თვით შენარჩუნებად ქიმიურ სისტემას, რომელსაც აქვს აი ეს დარვინისეული ევოლუციის უნარი. ხო, რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე წარმოადგენს ისეთ ქიმიურ სტრუქტურას, რომელსაც აქვს უნარი, რომ თავისი თავი შეინარჩუნოს, გადარჩეს, ასე რომ ვთქვათ, გარკვეულ პირობებში და ამასთან ერთად განვითარდეს გარემო პირობების ცვლილების მიხედვით. თუ შეიცვლება გარემო პირობა, შესაბამისად თვითონაც შეიცვლის თავს გენეტიკურ ინფორმაციას და ამის შედეგად უკვე განიცდის ევოლუციას. ეს ქიმიური სისტემა, როგორც ეს სიცოცხლე განიმარტება, წარმოადგენს სისტემას, რომელიც შედგება ბიომოლეკულებისაგან. ბიომოლეკულა წარმოადგენს რთული ფორმის მოლეკულას და აქ მოცემული არის აი მაგალითად ეს 4 ტიპის ბიომოლეკულა: ლიპიდები, ნუკლეინის მჟავები, ცილები და ნახშირწყლები. ეს არის ის ბიომოლეკულები, რომლისგანაც შედგება სიცოცხლე
ქიმიური სისტემა, რომელსაც სიცოცხლეს ვეძახით და იმისთვის რომ ვიცოდეთ საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი, უნდა ვიცოდეთ აი ამ ბიომოლეკულების წარმოშობის ისტორიაც. ნუ ლიპიდებს რაც შეეხება, ლიპიდები წარმოადგენენ როგორც შეიძლება უკვე ბიოლოგიის წიგნებშიც არის ხოლმე ამაზე საუბარი, რომ ჰიდროფობულ ნივთიერებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰიდროფობული, ანუ წყალი არ უყვარს, აქვს ასეთი სტრუქტურა, თავი, რომელიც წარმოადგენს ჰიდროფილურს, ანუ მას წყლისკენ მიიზიდება, ხოლო ეს კუდები არის ჰიდროფობული, მას წყალი არ უყვარს, შესაბამისად წყლისგან განიზიდება და როგორც კი ეს პატარა სტრუქტურები მოხვდებიან წყლიან გარემოში, მაშინვე იწყებენ აი ასე დაკეცვას. აქ არის ორი სტრუქტურა, აქ არის მიცელა, ანუ ეს ერთი შრე არის, აი ასეთი ლიპიდები დაკეცილი ერთ შრედ და მეორე გვაქვს ლიპოსომა, რომელიც არის ორი შრე, ერთი შრე ზევით და შიგნით კიდევ მეორე შრე. და აი აქ არის პატარა ასე ვთქვათ უბანი, წყლიანი უბანი შიგნით და ნავარაუდები არის, რომ როცა პირველი უჯრედი წარმოიშვა, ზუსტად აი ლიპოსომის მაგვარ სტრუქტურას წარმოადგენდა. ოღონდ აი შიგნით გააჩნდა რამდენიმე ამინომჟავა, რამდენიმე ნუკლეინის მჟავებიც, მათ შორის და ნუ იყო ეს ყველაფერი უბრალოდ ლიპოსომური ასეთი პატარა სტრუქტურა, რომელიც შეიძლება ჩვენ ცოცხლად არ ჩავთვალოთ, იმიტომ რომ ლიპოსომას მაგალითად როგორც ცოცხალ უჯრედს არ ვეძახით, იმიტომ რომ მას არ აქვს გამრავლების უნარი, არ წარმოადგენს ზუსტად აი ესეთ ქიმიურ სისტემას, როგორც ნასამ განმარტა, რომელსაც აქვს ზუსტად აი ეს დარვინისეული ევოლუციის უნარი. და ხო, რაც შეეხება თვითონ ახლა სხვა ბიომოლეკულებს, ერთ-ერთი არის ცილა. ცილა შედგება აი ასეთი ამინომჟავასთან ნივთიერებისგან, რომელსაც ამინომჟავას ვეძახით, ეს ამინომჟავა ჩამწკრივებული რამდენიმე რაოდენობით მიიღება ცილა. იმისთვის რომ ვიცოდეთ ცილა საიდან წამოვიდა, უნდა გვესმოდეს საიდან წარმოიშვა ამინომჟავაც. აი ეს არის ამინომჟავის სტრუქტურა. აქ არის ნახშირბადები არის, აქ კარბოქსილის ჯგუფს ეძახიან ამას, აქ აზოტოვანი ჯგუფი არის დაკავშირებული და ამინომჟავები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, აი აქ რადიკალით, ერიც მაგითო აწერია, რადიკალს ნიშნავს, დანარჩენი ყველა ამინომჟავისთვის არის საერთო, ეს ნებისმიერი სხვა მოლეკულა. შესაბამისად, ისმის შეკითხვა იმისთვის, რომ გვესმოდეს თუ საიდან წარმოიშვა ცილები, საიდან მივიღეთ, უნდა გვესმოდეს ამინომჟავების წარმოშობა. ამისთვის 1952 წელს ჰაროლდ იურეიმ და სტენლი მილერმა ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი. აქ არის მოცემული სქემა ამ ექსპერიმენტის, რომელსაც აინტერესებდათ შესაძლებელი არის თუ არა ადრეული დედამიწის პირობებში მომხდარიყო ამინომჟავების ფორმირება. ახლა რას ნიშნავს ადრეული დედამიწის პირობები? ადრეული დედამიწის პირობებში მოისაზრება 4 მილიარდი წლის წინანდელი დედამიწა, სადაც ატმოსფერო არ იყო ისეთი, როგორიც დღეს არის, არც წყლის შედგენილობა იყო ისეთი, როგორიც დღეს არის. ამიტომ და გავითვალისწინოთ ატმოსფეროს შედგენილობა იმდროინდელი, რაც ვიცით მეტნაკლებად და როგორ შეიძლებოდა უხეშ პირობებში, სიცოცხლისთვის არასაარსებო პირობებში წარმოქმნილიყო ამინომჟავა. შესაბამისად, ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, აქ გვაქვს წყალი, თხევადი წყალი, რაც წარმოადგენს ოკეანეების სიმულაციას. აქ არის სპეციალური ქურა, რომელიც ახურებს ამ წყალს, შემდეგ ორთქლი ადის ზევით. შესაბამისად, აქ არის უკვე ასეთი ატმოსფეროს სიმულაციას წარმოადგენს ესა, აქ გვაქვს სხვადასხვა გაზები მოთავსებული, აქ არის მეთანი, ამიაკი, წყალი, წყალბადი და ორი ელექტროდი არის, აქ როგორც ხედავთ, როგორც კი წყლის ორთქლი აქ მოხდებოდა, ელექტროდები განიმოხდებოდა, რაც წარმოადგენდა ელვის მაგვარ სიმულაციას და შემდგომ უკვე ქვევით ჩამოსული ეს გაზი აქ მოხდებოდა უკვე გაგრილების სისტემაში, ეს გაზი უკვე დაიწყებდა კონდენსაციას, ანუ უკვე წვეთობით ჩამოვიდოდა უკვე ქვევით აი აქ ნიმუში. დაგროვდებოდა აქ. შესაბამისად ეს ექსპერიმენტი გაგრძელდა სადღაც 1 კვირა და საბოლოოდ რო დააკვირდნენ აი აქ ამობაში დაგროვებულ უკვე ნივთიერებას, მიიღეს მოყავისფრო ფერის რაღაცა ნივთიერება. შესაბამისად, რაღაცა მივიღეთ, ანუ უნდა გავსაზღვროთ ახლა რა იყო ეს. როცა უკვე ჩაატარეს სპეციალური ექსპერიმენტი ქრომატოგრაფიის მეშვეობით, რომელიც საზღვრავს თუ რისგან შედგება ჩვენი ნიმუში, აღმოაჩინეს რამდენიმე ამინომჟავა, აქ ჩამოთვლილი არის ამინომჟავების სახელები, სადღაც 4-5 ამინომჟავა დააფიქსეს 1 კვირის შემდგომ. რაც უფრო დრო გავიდა, მით უფრო შედარებით რამდენიმე კიდევ უფრო ამინომჟავა დააფიქსირეს და ახლა ეს იყო 1952 წელს, მაშინ ადრეული დედამიწის შესახებ არც თუ ისე მეტი ვიცოდით, შესაბამისად ეს უკვე 2000-იან წლებზე არის საუბარი, როცა უფრო მეტი გავიგეთ ადრეული დედამიწის პირობების შესახებ, იმდროინდელი ატმოსფეროს შედგენილობის შესახებ, უკვე მოდიფიკაცია გაუკეთეს სტენლისა და მილერის
ექსპერიმენტებს და შესაბამისად ჩაანაცვლეს აქ გაზები სხვადასხვა გაზებით და შესაბამისად მიიღეს კიდევ უფრო მეტი ამინომჟავა. და ამან დაამტკიცა ის, რომ ადრეულ დედამიწის პირობებში არც თუ ის რთული არის ამინომჟავების არაცოცხალის ნაერთებისაგან მიღება. და შესაბამისად უკვე ამ ამინომჟავებისაგან სპეციალური ცილების მიღებაც უნდა წარმოადგენდეს რთულ პროცესს, მაგრამ ამ ცილების მიღება ბიოლოგიიდან ვიცით, რომ დამოკიდებული არის ნუკლეინის მჟავებზე. და ზუსტად ნუკლეინის მჟავებზე გადავალთ, მაგრამ მანამდე აი აქ საინტერესო ფაქტი არის, რომელიც მოყვანაც მინდოდა. საერთოდ ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ სიცოცხლე იყენებს დაახლოებით 20 ამინომჟავას, მაგას ასწავლიან სკოლის ბიოლოგიაში. და ბუნებაში არსებობს დაახლოებით 500 ამინომჟავა. აქედან მხოლოდ 20 იყენებს ცოცხალი სისტემა, რაც საინტერესო არის, თუ რატო არ იყენებს თქვა 500-ს, ან რატო 20 და რატო არა თქვა 30 და ასე შემდეგ. ამის მიზეზად ითვლება ის, რომ როცა სიცოცხლე წარმოშობის პერიოდში იყო, მაშინ უბრალოდ ხელთ ჰქონდა მარტო ეს 20 ამინომჟავა და შესაბამისად მარტო ეს 20 ამინომჟავა გამოიყენა უკვე შემდგომ ცილების ასაგებად. ანუ რაც ხვდა ხელთ, უბრალოდ ის გამოიყენა. მაგრამ შემდგომ უკვე კვლევებმა აჩვენა, რომ არა 20, არამედ 22 ამინომჟავა არის ის, რასაც სიცოცხლე იყენებს. აი ეს არის 21 და 22 ამინომჟავა ამას თვლიან. საკმაოდ იშვიათი ამინომჟავებია, იმიტომ რომ აქ გოგირდიზის და აქ სელენი ეს იშვიათი ნაერთები არის, ამიტომ არც თუ ისე ხშირად გვხვდება ცილების შედგენილობაში, მაგრამ ეს ახალი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 20-ის მაგრად 22 ამინომჟავა იქნა დადგენილი, რომელსაც სიცოცხლე იყენებს ცილების ასაგებად. ეს საკმაოდ საინტერესო ფაქტი იყო, მაგრამ იმისთვის, რომ ამ ამინომჟავებისაგან უკვე ცილები მივიღოთ, ამ ინფორმაციას თუ როგორ უნდა დაუკავშიროთ ეს ამინომჟავები, იმიტომ რომ იმისთვის, რომ მივიღოთ ფუნქციური ცილა, რაღაცა ფუნქცია შეასრულოს, ამისთვის გვჭირდება რაღაცა განსაზღვრული თანმიმდევრობით ჩალაგებული ამინომჟავები. იმისთვის, რომ ეს რაღაც კონკრეტული თანმიმდევრობით ჩავალაგოთ ამინომჟავები, ამაზე ინფორმაციას გვაძლევს DNM და RNM. იმიტომ რომ ვიცით, რომ DNM-ის რეპლიკაციის დროს ხდება DNM-ის გაორმაგება, შემდეგ გაორმაგებული DNM-ისაგან ხდება, რასაც ვიძახით, ტრანსკრიფციას, DNM-ისაგან RNM მიიღება და RNM უკვე ასინთეზებს ცილას. ამიტომ ეს ინფორმაცია თუ რაც DNM-ში წერია, არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მივიღოთ საბოლოოდ ცილა. თვითონ ნუკლეინის მჟავა, სიტყვა გვეუბნება, რომ ნუკლეინი ნიშნავს, რომ ბირთვში აღმოაჩინეს პირველად. მჟავა ნიშნავს იმას, რომ მას გააჩნია ასეთი ჯგუფი, აი აქ ეს ნუკლეოტიდი, რომლისგანაც არის აგებული ნუკლეინის მჟავა, როგორც ცილა არის ამინომჟავებისაგან აგებული, ისე არის ნუკლეინის მჟავა ნუკლეოტიდებისაგან აგებული. და მჟავა ბუნება ზუსტად მოდის აი ამ უარყოფითად დამუხტული ფოსფატის ჯგუფისაგან. ეს აძლევს ზუსტად აი ამ DNM-საც და RNM-ს აი ამ მჟავა ბუნებას. შესაბამისად, ხდება 4 ნუკლეოტიდი DNM-ში. ადენინი, თიმინი, გუანინი, ციტოზინი, ადენინი უკავშირდება თიმინს, გუანინი ციტოზინს, აი აქ ხედავთ, აი ეს თქვათ არის გუანინი, აქ არის შესაბამისად ეს იქნება ციტოზინი და აი ამ პრინციპით არის აგებული მთლიანი ჩვენი გენეტიკური კოდი, მარტო აი ამ პრინციპზე. ერთადერთი განსხვავება არის RNM-ში, სადაც თიმინის მაგივრად გვაქვს ურაცილი, ანუ ესე იგი ურაცილი გვაქვს აქ, ურაცილი უკავშირდება ადენინს. ეს არის ერთი განსხვავება, მაგრამ არის მეორე განსხვავებაც, იმიტომ რომ ჩვენ აქ ხედავთ ნუკლეოტიდის აგებულებას, აი ეს არის რასაც ჩვენ ვეძახით ადენინს, თიმინს, ეს აზოტოვანს ფუძეს ეძახიან და ეს არის შაქარი. ეს შაქარი საკმაოდ მნიშვნელოვანია ნუკლეინის მჟავებისთვის, იმიტომ რომ DNM-ისთვის და RNM-ისთვის ეს შაქარი განსხვავდება. ორივე შედგება, ეს არის DNM-ის შაქარი, ეს არის RNM-ის შაქარი. ორივე, 5 ნახშირბადისაგან შედგება, მაგრამ განსხვავება არის აი წითლად რაც არის მოცემული. რიბოზას შაქარში გვაქვს აქ OH-ის ჯგუფი, ხოლო დეზოქსირიბოზაში გვაქვს H-ი. თვითონ სიტყვაც გვეუბნება დეზოქსი, ანუ ჟანგბადის გარეშე. და ეს განსხვავება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რადგან აქ OH-ის ჯგუფი ზის, RNM-ს ძალიან არასტაბილურ სტრუქტურას აძლევს. და ეს არის ასე ვთქვათ ძირეული განსხვავება DNM-სა და RNM-ს შორის. და ახლა საინტერესო არის, ვიცით DNM-ი, ვიცით მისი აგებულება, რისგან შედგება, ახლა უნდა გავარკვიოთ თუ როგორ წარმოიშვა პირველი DNM-ი. შესაბამისად, როგორ წარმოიშვა ასევე ნუკლეოტიდებიც. და როგორ მოხდა მათი აგება, როგორ ჩაიწერა მასში ის ინფორმაცია, რომ მათგან უკვე აგებული იყო ფუნქციური ცილა. თვითონ ჯერ ნუკლეოტიდების წარმოშობაზე, აი ამ მოლეკულების წარმოშობაზე ვისაუბროთ.
შესაძლებელი არის ასევე როგორც მილერ-იურემ ჩაატარა ადრეულ დედამიწის პირობებში ამინომჟავების წარმოშობის ექსპერიმენტები, მსგავსად ჩავატაროთ ნუკლეოტიდების შემთხვევაშიც. შედარებით უფრო რთული პროცესი არის, მაგრამ გაკეთებადი არის მეტნაკლებად, მაგრამ მეორე საინტერესო არის ის, რომ შესაძლებელი არის ადრეულ დედამიწაზე ეს ნუკლეოტიდები აღმოჩენილიყო კოსმოსიდან. იმიტომ რომ დაფიქსირებული არის ასტრონომიული დაკვირვებებით, რომ ეს ნუკლეოტიდები, ადენინი, თიმინი, გუანინი, ციტოზინი, ყველა აღმოჩენილი არის ასტეროიდებზე და კომეტებზე. და აგერ არის ერთ-ერთი ასტეროიდი მოცემული, ეს არის ასტეროიდი, რომელსაც ბენუს ეძახიან. არის 500 მეტრის სიმაღლეში, აქ არის მოყვანილი უბრალოდ შედარება, ეიფელის კოშკი და ასე შემდეგ, უბრალოდ რამხელა არის ზომით, ეს იმდენად დიდი არის, მზის გარშემო ბრუნს ასრულებს 1.2 წლიანი პერიოდი, 1.2 წელს ანდომებს, რომ მზის გარშემო ერთი ბრუნი შეასრულოს. და შესაბამისად NASA-მ გაუშვა თავისი კოსმოსური ხომალდი ოსირის რექსი, ეს არის ეს კოსმოსური ხომალდი, იმისთვის რომ შეესწავლა ბენუს ასტეროიდი. შესაბამისად ამ ასტეროიდმა კოსმოსურმა ხომალდმა აიღო რამდენიმე ნიმუში, აქ ხედავთ ეს ნიმუშს, ეს არის ფოტოშურის ახალი კვლევა არის წელს შესრულებული. ეს ნიმუში შემდგომ ჩამოიტანა ჩვენთან დედამიწაზე, რომ უკვე ჩვენთან მეცნიერებს გაერკვიათ თუ რისგან შედგება ბენუს ზედაპირი. და აქ არის უკვე, აი ხედავთ 2025 წლის სტატია არის, სრულიად ახალი. აღმოჩენილი არის 20-ვე ამინომჟავა ბენუს ზედაპირზე. აი აქ ხედავთ აი ამ 20-ვე ამინომჟავას. ასევე აქ არის კიდე მოცემული ნუკლეოტიდებიც, მეორე სურათზე, ყველა ნუკლეოტიდი იქნა აღმოჩენილი, მათ შორის ურაცილიც, ამინომჟავები, მათ შორის არაორგანული ნაერთები, ამონიუმი და ასე შემდეგ, წყალი, სხვადასხვა კრისტალური ნაერთები და საკმაოდ მდიდარი აღმოჩნდა ბენუს ზედაპირი. ასეთი, არა მარტო ბენუ, არამედ სხვა უამრავი ასტეროიდი იქნა, რომელზეც აღმოაჩინეს რამდენიმე ნუკლეოტიდი, აღმოაჩინეს რამდენიმე ამინომჟავა. და ესეთი დაკვირვებები არის საკმაოდ ხშირი ასტეროიდებზე, მათ შორის კომეტებზეც. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადრეულ დედამიწაზე ძალიან ხშირად ხდებოდა ასტეროიდებით ბომბარდირება, ეს იმას ნიშნავს, რომ უმეტესობა მაინც ან ნახევარი ამ ამინომჟავებისა და ნუკლეოტიდების შეიძლება წამოსული იყოს კოსმოსიდან. ანუ ის სამშენებლო ბლოკები, რისგანაც ჩვენ შევდგებით, შეიძლება იყოს კოსმოსიდან ჩამოტანილი. მაგრამ ეს შეკითხვა მაინც ისმის, კოსმოსში წარმოიქმნა, მაგრამ იქ როგორ მოხდა წარმოშობა ამ მოლეკულების, ამის მიუხედავად მაინც უნდა ვიცოდეთ კონკრეტული მოლეკულური ქიმიური პროცესები, თუ როგორ ხდება ამ მოლეკულების წარმოშობა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო კვლევას წარმოადგენს. კარგით, ახლა მივიღეთ ამინომჟავები, მივიღეთ ნუკლეინის მჟავებიც, მივიღეთ ნუკლეოტიდები, ახლა გვაინტერესებს როგორ შეგვიძლია ავაგოთ ნუკლეოტიდებისაგან ნუკლეინის მჟავები. ამისთვის ჩამოაყალიბეს ასეთი ჰიპოთეზა, რომელსაც RNM სამყაროს ჰიპოთეზა ქვია. ამ ჰიპოთეზის თანახმად სიცოცხლე და გენეტიკური კოდის წარმოშობა დაიწყო RNM-ით. ანუ ჯერ იყო RNM-ი და შემდეგ მოხდა უკვე RNM-ის ჩამოყალიბება და ჯერ იყო RNM-ი, შემდეგ ჩამოყალიბდა DNM-ი და მერე მივიღეთ ცილა. შესაბამისად, აქ არის მოცემული სქემა, აი აქ გვაქვს ის ნუკლეოტიდები, ზოგი თქვა კოსმოსიდან ჩამოსული, ზოგი დედამიწაზე მიღებული. და შემდგომ უკვე ამ ნუკლეოტიდებისაგან ხდება ნუკლეოტიდების ერთმანეთთან დაკავშირება, შემთხვევითი პრინციპით. შესაბამისად ვიღებთ აი მოკლე თანმიმდევრობებს, მოკლე ჯაჭვებს, აი ამ ნუკლეოტიდებისა, შემდეგ ხდება აქ რეკომბინაცია წერია, ანუ ეს მოკლე ჯაჭვები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ, შესაბამისად ვიღებთ ზოგ დიდს, ზოგ მოკლე ჯაჭვს და შესაბამისად უკვე ვხედავთ, რომ აი RNM-ის მაგვარი სტრუქტურები წარმოიქმნება. და სხვადასხვა RNM-ის საინტერესო იმიტომ არის, რომ იგი არა მარტო ინფორმაციას ინახავს, არამედ გააჩნია ცილის მაგვარი ფუნქციაც. ანუ მას შეუძლია ის ფუნქციაც შეასრულოს, რასაც ცილა ასრულებს. DNM-ს ეს ფუნქცია არ აქვს. ამიტომ იყო საინტერესო RNM-ი იმ ხალხისთვის, რომელმაც ეს ჰიპოთეზა ჩამოაყალიბეს. შესაბამისად, აქ უკვე ამას ეძახიან რიბოზიმს. რიბოზიმი იგივე RNM-ი არის, რომელიც ცილის მაგვარ ფუნქციას ასრულებს და გვაქვს ასეთი მოკლე თანმიმდევრობები და შემდეგ ხდება უკვე აი ლიპიდებში მოთავსება და უკვე უმარტივესი უჯრედის ჩამოყალიბება. ეს იყო მოკლე მონახაზი RNM სამყაროს ჰიპოთეზის. მთავარი აქ ის არის, რომ ეს ყველაფერი ხდება შემთხვევითად, ქაოსურად. ეს ნუკლეოტიდების დაკავშირება, შემდგომ ეს რეკომბინაცია, რაც აქ არის მოცემული. ამიტომ საინტერესო რჩება ის კითხვა, თუ როგორ წარმოიშვა პირველი გენეტიკური ინფორმაცია, რომელმაც უკვე ფუნქციური ცილა მოგვცა. მაგრამ სანამ მაგ პრობლემებზე გადავალთ,
ამ RNM სამყაროს გაგრძელებაც ჰქონდა, რომელსაც ცილოვან სამყაროს თუ შევარქმოთ ესე უხეშად რიბონუკლეო პროტეინული, ანუ იგივე ცილოვანი სამყარო, რაც იმას ნიშნავს, რომ გვაქვს ორგანული მოლეკულები, ნუკლეოტიდები და ამინომჟავები, ხდება ჩამოყალიბება RNM-ის, რაც RNM სამყაროა წინაზე ვისაუბრეთ და შემდგომ ასე ვარაუდეს, რომ პირველად ცილას დაასინთეზებდა RNM-ი, ხოლო ამ ცილის დახმარებით ცილა იმოქმედებდა RNM-ს და აქედან მივიღებდით უკვე DNM-ს. და აქედან წავიდოდა უკვე მთელი ევოლუციის პროცესი. მაგრამ RNM სამყაროს გააჩნია რამდენიმე პრობლემა, რომელიც პრაქტიკულად არ იხსნება. ერთ-ერთი არის მაგალითად აი აქ თითოეულ ეტაპზე, RNM სამყაროს თითოეულ ეტაპზე, მოკლედ საკმაოდ ბევრი პრობლემები ჩნდება. ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ როცა ნუკლეოტიდები შემთხვევითი პრინციპით უკავშირდებიან ერთმანეთს, იღებს შემთხვევით თანმიმდევრობას, შემთხვევით RNM-ს. იმისთვის, რომ შენ ამ RNM-მა შეასრულოს გარკვეული ფუნქცია, ცილის მაგვარი ფუნქცია, უნდა დაიკეცოს რაღაცა კონკრეტული ფორმით. იმისთვის, რომ დაიკეცოს, ახსენეთ, რომ ადენინი უკავშირდება ურაცილს, გუანინი ციტოზის, ეს შეწყვილებები უნდა იყოს რაღაცა გარკვეული თანმიმდევრობით. ეს ნუკლეოტიდები უნდა იყოს ერთმანეთზე ჩალაგებული თანმიმდევრობით, რომ დაიკეცოს RNM-ი ისე, რომ რაღაც ფუნქცია შეასრულოს. რადგან ამდენი ნუკლეოტიდი გვაქვს, იმისთვის, რომ მივიღოთ ისეთი თანმიმდევრობა, რომ რაღაც კონკრეტული სტრუქტურით დაიკეცოს და ფუნქცია შეასრულოს, საჭირო არის ასტრონომიულად დიდი მოცულობის pool, რა, მოკლედ. გარემო, სადაც უამრავ ნუკლეოტიდს ჩავიტევთ, რომ მივიღოთ რაღაცა ფუნქციის მქონე RNM-ი. რაც ძალიან არარეალური არის. შემდეგ დაკეცვის პრობლემები არის, თუნდაც რომ მივიღოთ კარგად ჩამწკრივებული ნუკლეოტიდები, შეიძლება არასწორად დაიკეცოს. ამიტომ ყველაფერი აქ პრაქტიკულად საუბარი გვაქვს გამართლებაზე და შემდგომ უკვე პრობლემებიც ჩნდება სხვა იმეებზე, განხილვაც არ არის საჭირო, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა არის უკვე პირველ და მეორე ეტაპზეც. ამ პრობლემებს პასუხს ვერცებენ, ეს არის უბრალოდ RNM-ის გამომწვევი პრობლემა და ერთადერთი ახსნა, ასე რომ ვთქვათ, ერთი შეგვიძლია ამ პრობლემის გვერდი ავუაროთ, არის ის, რომ განვიხილოთ არა RNM-ი როგორც სიცოცხლის დამწყები, არამედ რაიმე სხვა სტრუქტურა და აქედან უკვე ჩვენმა პროფესორმა ბესიკ კანკიამ ჩამოაყალიბა თავისი სიცოცხლის წარმოშობის ჰიპოთეზა, რომელსაც კვადრუპლექს სამყაროს ჰიპოთეზა შეარქვა. ახლა რა არის კვადრუპლექსი? ჯერ მოკლედ რომ განვიხილოთ, რაც ნუკლეოტიდები ვახსენეთ, გუანინები, აგერ გვაქვს 5 გუანინი დაკავშირებული ერთმანეთთან და ეს ამას ეძახიან კვარტეტს. ესენი ერთმანეთზე ასე ფენებად ლაგდება. და შესაბამისად ვიღებთ აი ესეთ სტრუქტურას, როცა ფენებად არის დალაგებული, ამას ეძახიან კვადრუპლექს. აღმოჩნდა ის, რომ იმისთვის რომ ეს კვადრუპლექსი მივიღოთ, გვინდა ძალიან დიდი რაოდენობით გუანინის თანმიმდევრობა. ბევრი გუანინი უნდა იყოს ჩამწკრივებული ერთმანეთთან. და უპირატესობა კვადრუპლექს RNM-ისგან განსხვავებით ის აქვს, რომ მხოლოდ ერთ სტრუქტურად იკეცება გუანინებით მდიდარი თანმიმდევრობა და იკეცება მარტო კვადრუპლექსად. და რადგან არ გვაქვს უკვე პრობლემა იმის, რომ შეიძლება სხვა სტრუქტურად დაიკეცოს, არ გვაქვს პრობლემა იმის, რომ ჭირდება ძალიან ასტრონომიულად დიდი რაოდენობა ნუკლეოტიდებს. ამიტომ ძალიან მარტივად ხდება უკვე კვადრუპლექსებით ავხსნათ თუ საიდან მოდის ჩვენი გენეტიკური ინფორმაცია. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მაინც ჩემი აზრით პრობლემური ჩნდება ერთი შეკითხვა, იმიტომ რომ ერთი პრობლემა გენეტიკური ინფორმაციას, რასაც ვიღებთ თავიდან, არის შემთხვევითი ინფორმაცია. შემთხვევითი ინფორმაციისაგან შემდგომ გადავდივართ უკვე რაღაცა ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც ფუნქციას ასრულებს და ეს გადასვლა არის ხოლმე ყოველთვის რთული, როცა საუბარი გვაქვს სიცოცხლის წარმოშობის ასეთ მოლეკულურ მექანიზმებზე, გენეტიკური ინფორმაციის წარმოშობაზე. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ეს თეორიაც ამას კარგად ახსნის შემდგომ უკვე ექსპერიმენტების დახმარებით და ამ კვლევებს ჩვენ უკვე სიცოცხლის წარმოშობაზე ვაგრძელებთ და იმედია, რომ საკმაოდ კარგ შედეგებს დადებს. ხო, თქვათ მივიღეთ ახლა DNM-ი, RNM-იც და გვაინტერესებს უკვე როგორ ხდება პირველი უჯრედის ჩამოყალიბება. და აგერ გვაქვს ესეთი სახელი, რომელსაც ფუკას ეძახიან First Universal Common Ancestor, რაც ნიშნავს პირველი უნივერსალური საერთო წინაპარი, ყველა ცოცხალი ორგანიზმის საერთო წინაპარი, რომელიც რიბოსომას მაგვარი სტრუქტურა იყო, მარტივეს აი ლიპოსომას მაგვარი რაც გაჩვენეთ წინაზე, რომელშიც რამდენიმე აი ამინომჟავა და ნუკლეინის მჟავები იყო მოთავსებული. და შესაბამისად ამას წარმოადგენს ფუკა და შემდეგ აქ სქემაზე ვხედავთ, ესეც ახალი სტატია არის,
რომ ლუკასგან ხდება უკვე ჩამოყალიბება აი ლუკასი. აქ კიდე ვარაუდობდნენ, რომ იყო რაღაცა სხვა უჯრედული ფორმებიც, რომელმაც განვითარება ვერ პოვა და შესაბამისად გადაშენდნენ, მაგრამ ეს საურჭოფო საკითხი არის, უფრო ვარაუდი არის. შესაბამისად, ფუკასგან ხდება საბოლოოდ ჩამოყალიბება ასეთი უჯრედული სტრუქტურისა, რომელსაც უკვე ლუკას ეძახიან. Last universal common ancestor. ბოლო საერთო წინაპარი ყველა ცოცხალი ორგანიზმის. ეს არის ის ცოცხალი ის უჯრედი, რომელიც შეიცავს ყველა ცოცხალი ორგანიზმის საერთო მახასიათებლებს. და შესაბამისად შესწავლილი არის გენეტიკური მასალა, ვიცით რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმს რაღაც საერთო გენეტიკური ინფორმაცია გაგვაჩნია და შესაბამისად ის ინფორმაცია, რაც ლუკაში იყო ჩადებული, არის ის ინფორმაცია, რასაც ყველა ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს. ასევე იყო საინტერესო ის, რომ ფოტოლაზები არის ესეთი ცილები, ფერმენტები, რომლებსაც აქვთ უნარი დაზიანებული დნმ-ი აღადგინონ. როცა ულტრაისფერი გამოსხივება მზისგან წამოსული აზიანებს, ვიცით რომ აზიანებს დნმ-ს, ფოტოლაზა ამ დაზიანებას ასწორებს. და აღმოჩნდა რომ ეს ფერმენტიც საერთო არის უმეტესი ცოცხალი ორგანიზმებისთვის და ვარაუდი არის რომ ლუკა ზუსტად შეიცავდა ამ ფოტოლაზებს. და ამით ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ის გარემო რა გარემოშიც ლუკა თავიდან არსებობდა 4 მილიარდი წლის წინ დედამიწაზე, იყო დაუცველი ულტრაისფერი გამოსხივებისაგან. და დღეს ვიცით რომ ულტრაისფერ გამოსხივებისაგან გვიცავს ოზონის შრე. ეს ოზონის შრე წარმოქმნილი არის ჟანგბადის დახმარებით და ჟანგბადის წარმოშობაც რომ არსებობს ჩვენს ატმოსფეროში, ესე ცოცხალ ორგანიზმებს უკავშირდება, სხვათა შორის ეგეც საინტერესო არის. პირველი მიკროორგანიზმები იყვნენ, რომლებმაც დაიწყეს პირველი ფოტოსინთეზი, ჟანგბადის წარმოქმნა და აი ზუსტად ელვის განმუხტვის პროცესის შედეგად ჟანგბადისაგან მიიღება ოზონი და ზუსტად ოზონის სფეროს წარმოშობაც მასე არის ნავარაუდები. ეს უკვე შემდგომ მოხდა ამ შრის ჩამოყალიბება. ხოლო ლუკასგან უკვე ვიღებთ აი მრავალფეროვნებას, რა მრავალფეროვნებაც დღეს გვხვდება დედამიწაზე, ბაქტერიები, ეუკარიოტები, აქ არქაული ჯგუფის ორგანიზმებიც და აქედან უკვე ეს ევოლუცია იწყება, რასაც დარვინისეული ევოლუცია, რასაც NASA საუბრობდა. და ზუსტად აი ამის შემდგომ იწყება ასეთი მრავალფეროვანი ორგანიზმების ჩამოყალიბება. ასევე ნავარაუდები არის, რომ ლუკას დაუცველი იყო ულტრაისფერის ხმებისაგან, ერთი ეს და მეორე თვითონ რეპლიკაციის დროს, როცა დნმ ორმაგდება, მაშინაც მრავალ შეცდომას უშვებდა, მრავალ მუტაციებს. შესაბამისად, ის მრავალფეროვნებაც წარმოდგენილი არის მრავალი მუტაციებისაგან. ხო, ეს იყო პირველი ლექცია, თუ რამე შეკითხვები არის, ვიღოთ აუცილებლად. მადლობა ყურადღებისთვის. დიახ. დიახ. ბიოფიზიკა ხო ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ძირითადად არის ვეძახით ფიზიკურ მეთოდებს, როცა ექსპერიმენტებს ვატარებთ მაგალითად სპექტროფოტომეტრით. ეს ნიშნავს, რომ გამოდის სინათლე ულტრაისფერის საშუალებით შთანთქმებს ვზომავთ და ნიმუშში ვადგენთ რისგან შედგება ნიმუში. მეთოდები, რასაც ვიყენებთ, არის ზუსტად ფიზიკის საფუძველზე, სინათლის მეშვეობით არის სხვადასხვა მეთოდები, რომელსაც უბრალოდ ფიზიკის მეთოდებს ვარქმევთ. და უბრალოდ სწავლობთ ცოცხალ ორგანიზმებს, ცოცხალ სტრუქტურებს, მაგალითად დნმ-ებს, RNA-ებს და ასე შემდეგ, ზუსტად მაგ მეთოდით რომ გავიგოთ მოლეკულურ და ხანდახან ატომურ დონეზეც რა ცვლილებები ხდება. და ფიზიკაში მაგი მოისაზრება, როცა ბიოფიზიკაზე ვსაუბრობთ. ძირითადად ეგ არის. ახლა ჩვენ დიახ. დიახ. დიახ, რა თქმა უნდა, მაგ დონეზე გავდივართ, იმიტომ რომ როცა გვინდა დავადგინოთ, საიდან მოდის, რატომ აქვს ისეთი სტრუქტურა, როგორი სტრუქტურაც აქვს, ფიზიკა არის ის საფუძველი, რაც გვეუბნება, თერმოდინამიკა, მახასიათებლები, თერმოდინამიკული სხვადასხვა ენტროპიული, ასე შემდეგ, მაგ ფიზიკური მახასიათებლებით აღწერთ უკვე დნმ-ის, RNA-ის, სხვა ბიომოლეკულების მახასიათებლებს. და ხო ბიოფიზიკა ძირითადად მაგას სწავლობს. ახლა მაგალითად ერთ-ერთი საინტერესო საკითხი, რაც აი აქ ქონდა საუბარი, გამითიშა, დნმ-ის ჩამოყალიბებაზე რო იყო.
აქ იყო სადღაც მოცემული, ხო, აი როცა იკეცება უკვე დნმ-ად თქვა, ხო, აი ასეთი სტრუქტურა მიიღება, აქ უფრო კარგად არის მოცემული, იღებს ისეთ ფორმას, რომ ნუ ორი ტიპის დნმ არსებობს, მარჯვნივ დახვეული და მარცხნივ დახვეული დნმ. გავრცელებული არის მარჯვნივ დახვეული დნმ. და შესაბამისად, აი ჩამოყალიბების პროცესში, როცა პირველი დნმ წარმოიქმნა, რატომ თქვა მიეცა უპირატესობა მარჯვნივ დახვეულ დნმ-ს. და ამის ახსნა ნავარაუდები არის ზუსტად აი კვანტური ფიზიკის მეშვეობით და ზუსტად აი ასეთი ფიზიკის სხვადასხვა დარგები ხსნის აი ასეთ მოვლენებს, რომლებიც ბიომოლეკულებს უკავშირდება. თერმოდინამიკა იქნება ეს კვანტური ფიზიკა თუ ასე შემდეგ. ამიტომ ყველაფრის საფუძველი მაინც გამოდის საბოლოოდ ფიზიკა.